ბოლო მოსამზადებელი სამუშაოების საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალისთვის 21 ოქტომბრიდან თბილისის სინედოკ თბილისს უმასპინძლობს ფესტივალზე ცნობილი რეჟისორები ფილმებს ევროპიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან და კავკასიის რეგიონიდან წარადგენენ. მათი ფილმების ნახვის გარდა ფესტივალის ფარგლებში მასტერ-კლასებიც იგეგმება. ექიმი ბოლომიდის, სიზმართმჭერი, გაყრა. სულ 7 ნამუშევარი უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, საფრანგეთსა და იტალიიდან ერთ სექციაში ერთიანდება. ქალები კადრში ქალების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს მოიცავს. ჩვენებების შემდეგ დაგეგმილია დისკუსიები რეჟისორებთან. ამ სექციის დამატება გადაწყვეტა უფრო რეალობა საქართველოში ვიდრე ფესტივალის ადმინისტრაციამ ან ხელმძღვანელობამ, იმიტომ რომ ეს არის ქალები საქართველოში ყოველთვის გამოირჩეოდნენ, მით უმეტეს ბოლო წლებში განსაკუთრებული დოკუმენტური კინოთი. სინედოკ თბილისი წელს ტრადიციული საკონკურსო სექციების გარდა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა ფოკუს კავკასუსი და სინედოკ იანგი მაყურებელს კიდევ ერთ ახალ სექციას წარუდგენს სახელწოდებით სტუმარი ქვეყანა. დოკუმენტური ფილმების ფესტივალის პირველი სტუმარი 5 კინოსურათით ისრაელი იქნება. ცოცხალი კინო არის ჩვენი დევიზი, ჩვენი სლოგანი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჯერა რომ ეს ფილმები, რომელსაც ჩვენ ვანახეთ, ეს არ არის ჟურნალისტური კინო, დოკუმენტური კინო, ეს არის შემოქმედებითი დოკუმენტური კინო, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლეთში და ჩვენ ვცდილობთ რომ ეს კულტურა საქართველოშიც დავნერგოთ. გარდა ჩვენებებისა ფესტივალის ფარგლებში მასტერ-კლასები, პრეზენტაციები და ვრცელი კითხვა-პასუხის სესიებიც გაიმართება. სინედოკ თბილისი კავკასიაში ერთადერთი დოკუმენტური ფილმების ფესტივალია. ის წელს უკვე მესამედ ჩატარდება. კულტურის სამინისტრო ამ ფესტივალს ხელს უწყობს თავიდანვე, როგორც კი ეს ფესტივალი შეიქმნა და ჩამოყალიბდა, ამ ტრადიციას ჩვენ წელსაც არ ვღალატობთ და მინდა გითხრათ, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება, ამის ნათელი დასტური გახლავთ ის, რომ 20-მდე ქვეყანაა წელს წარმოდგენილი, ძალიან საინტერესო და დატვირთული პროგრამაა, ძალიან დიდ და წარმომადგენლობით კინოდელეგაციებს ველოდებით სხვადასხვა ქვეყნებიდან. სინედოკ თბილისი 2015 მრავალფეროვანი პროგრამით დოკუმენტური ფილმების თაყვანისმცემლებს კინოთეატრებში 21-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით ეპატიჟება.